მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს. 6 საათზე სტუდიაში მაკაცინცაძე იწყებს მუშაობას. საქართველოში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი ნივთიერება ისრაელის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლის ავტომანქანაში აღმოჩნდა. ინფორმაცია თბილისსა და ინდოეთის დედაქალაქ დელიში ისრაელის საელჩოების აფეთქების მცდელობის შესახებ ტელეკომპანია BBC-მ გაავრცელა. ასაფეთქებელი მოწყობილობა დელის შემთხვევაშიც ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული, რომლის აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიჭრა. ჩვენი სამართალდამცავები ამ თემაზე მუშაობენ, როგორც კი გამოძიება დამთავრდება, იმედი არავის არ გაქვთ ეჭვი იმაში, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობენ ჩვენი სამართალდამცავები, როგორც კი გამოძიება დამთავრდება, საზოგადოებას იმ წესში მიაწვდიან კომენტარებს. დღეს დილით მოხდა ისრაელის საელჩოს ქართველ თანამშრომლის მანქანაში აღმოჩენილი იქნებოები, საელჩოს თანამშრომლები ამის შესახებ შეატყობინა პოლიციას და პოლიციამ მოახდინა ამ ბომბის გაუნებელყოფა. Გამძიება მიმდინარეობს და ნახოთ გამოძიების ინტერესებდა გამდინარე, ამიტომ ზევსებ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 სebs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 eb
ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილის მამა დავით ნიკოლაშვილი საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარებას ითხოვს. დავით ნიკოლაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილი სოფო ნიკოლაშვილის უდანაშაულო და მომხდარი სწორედ მის წინააღმდეგ დაიგეგმა, რადგან თავად საგარეჯოში ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია. დავით ნიკოლაშვილი არ გამორიცხავს ახალ პროვოკაციებს და პროკურატურა საკუთარ სახლში ჩხრეკის ჩატარებას თხოვს. როგორც ცნობილია, 31 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს 21 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობაში დაასდო ბრალი. კვირას 12 თებერვალს ტელეკომპანია მაესტროს ეთერით კვირის რეპორტაჟმა მაყურებელს შესთავაზეს სიუჟეტი, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ოფიციალურ ვერსიას. 21 წლის გიორგი სიბაშვილი კახეთის სამხარეო მთავარი ინსპექტორ გამომძიებელია. მისი მამა გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ბიძა გიორგი სიბაშვილი კი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე. მეგობრობიდან გამომდინარე გამწეს სიმპათიები, გრძნობა და შემიყვარდა ასე. რამდენიმე თვის მერე ურთიერთობა მქონდა სქესობრივი, რის მერეც დავრჩი ორსულად. მან გამოთქვა ესეთი პრეტენზიები, რომ რა ვიცი ეს ბავშვი არის ჩემი თუ არა. ამის მერე იყო რაღაც კონფლიქტები ჩვენ შორის და წამიყვანდა ექიმთან და გამიკეთებდა აბორტს. ჩემი ორსულობის პერიოდში გავიგე, ველოდებოდი გიორგის რომ მოეხედა ჩემთვის, ამ პერიოდში გავიგე, რომ კიდევ ერთი გოგონა იყო ორსულად, რომელიც საკმაოდ უკვე დიდი თვის ნაყოფი იყო. რამდენიმე ხანში კიდე გავიგე, რომ კიდევ იყო ერთ-ერთი სოფელში გოგონა, რომელსაც უკვე ჩვენზე წინ ჰქონდა ეს სიტუაცია გადამხდარი. და ამით თავს არ იწუხებდა ის, რომ შენ პირველი არ იყავი, ან მეორე არ ახარ. ეს ხაფანგები იყო ყოველთვის ჩემთვის დაგებული და გაებასობ. მე უფრო ბიჭებზე მეშინოდა, რომ ნარკოტიკი არ ჩაედოთ უფროს ბიჭზე და ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი თუ ამისთანა რამ აფიქრებინათ, როგორ მოიფიქრეს ეს, რომ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ჟურნალისტად მუშაობდა, ამისთანა რამეს ჩაიდენენ და ამისთანა რამეს გაუკეთებდნენ. რესპუბლიკური პარტია კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძისადმი გაგზავნილ წერილში განმარტავს, თუ რატომ უთხრა უარი კონტროლის პალატას რესპუბლიკური ინსტიტუტის ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე. წერილს, რომელსაც ხელს რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი მდივანი გიგლა აგულაშვილი აწერს, ნათქვამია, რომ რესპუბლიკურ პარტიას არ გააჩნია კონტროლის პალატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. წერილში მითითებულია კანონის ნორმები არ ითვალისწინებს პარტიის მიერ სხვა ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების 3 დღის ვადაში მოწოდების ვალდებულებას. ამას არ ითვალისწინებს არც წერილში ნახსენები კანონით კონტროლის პალატისთვის მინიჭებული მანდატი, რომლის მიხედვითაც პალატას შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით, რასაც შეუფერხებლად მიიღებს. რესპუბლიკელების აზრით უსაფუძვლოა მითითება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 32 მუხლის 4 პუნქტის იმ მოთხოვნაზეც, რომლის მიხედვითაც პარტიამ თავის საფინანსო დეკლარაციაში უნდა ასახოს მასთან დაკავშირებული ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირის ხარჯები.
კონტროლის პალატამ არასამთავრობო ორგანიზაციების ახალი თაობა, ახალი ინიციატივა და რესპუბლიკური ინსტიტუტის ფინანსური მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის ნათია მოგელაძის განცხადებით, შედეგების მიხედვით ახალი თაობა, ახალი ინიციატივის რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ დასტურდება. რესპუბლიკური ინსტიტუტი კი რესპუბლიკურ პარტიასთან ასოცირდება, რაც ორგანიზაციის ფინანსური ანგარიში დასტურდება. მოგელაძის განცხადებით, თავად რესპუბლიკურ პარტიას არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებით ანგარიში არ წარუდგენია, რაც მოგელაძის თქმით უკანონოა და დავა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა წლეულ დეკლარაციებში. ახალი თაობა, ახალი ინიციატივა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა მათი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად ამ ორგანიზაციის კავშირი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან არ გამოვლინდა, რესპუბლიკური ინსტიტუტის ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია ამ ორგანიზაციამ წარმოადგინა. მინდა მოგახსენოთ, რომ რესპუბლიკური პარტიის მიერვე რესპუბლიკური ინსტიტუტი განსაზღვრულია მასთან ასოცირებულ იურიდიულ პირთა შესაბამისად ეს ორგანიზაცია იმყოფება ამ პოლიტიკური პარტიის კონტროლ ქვეშ და ბუნებრივად ექცევა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 26 პროგრამით განსაზღვრულ სუბიექტად რესპუბლიკურმა პარტიამ უარი განაცხადა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი რესპუბლიკური ინსტიტუტის ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენაზე და ჩვენთან აბსოლუტურად უპერსპექტივო სამართლებრივ დავაში შემოვიდა. კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები კი პეტიციას ავრცელებენ და 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ. მათი შეფასებით, ეს სიახლეების სამოქალაქო აქტივობა საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას ზღუდავს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს, ამ მომრჩეველს კი მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს. საქართველოს კონტროლის პალატას კი განუსაზღვრავს და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს. ჩვენ გონია რომ დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ზადყოფნას საქართველოს მთავრობის მხრიდან რომ ცვლილებები იქნას შეტანილი საარჩევნო კანონმდებლობაში ჩვენ გონია რომ ის ცვლილებები რომლებიც შეტანილი იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში არის არადემოკრატიული ჩვენ ვთვლით რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბდა არადემოკრატიული საარჩევნო გარემო არაკონსტიტუციური და გაუმართლებელი პასუხისმგებლობები ეკისრება კონტროლის პალატას ძალიან დიდი შეზღუდვები არის სამოქალაქო აქტივობისთვის და პოლიტიკური აქტივობისთვის. ეს არის კანონი, რომელიც შიშის გადიდებული თვალებით არის დაწერილი, რომელიც ხელს უშლის და ამუხრუჭებს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, საფრთხეს უქმნის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში, საფრთხეს უქმნის მედიას. ახლა მეტი რაღა უნდა გააფუჭო ხო ერთი კანონით და ამიტომ ამბობთ რომ იცით რა ეს ჩვენ არ გვჭირდება ესეთი კანონი ეს კანონი არის საშიში ამიტომ უნდა შეიცვალოს ცხადია დაგეგმილია გარკვეული მოქმედებები აქტივობა იქნება ძალიან მაღალი. ეს კანონი და არაერთხელ განმარტე ამასთან დაკავშირებით, რომ ზღუდავს მხოლოდ უკანონო დაფინანსებას პოლიტიკაში, რათა არ კონდეს ადგილი პოლიტიკის მონოპოლიზაციას და ადამიანებს მიეცეთ საშუალება თანაბარ კონკურენტულ საარჩევნო გარემოში აწარმოონ თავისი საარჩევნო კამპანია. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც გარკვეული პეტიცია იქნა გამოცემული, მე მივესალმებ ეს კიდევ ერთი გამოხატულება არის ადამიანების სიტყვის გამოხატვა და აზრის გამოხატვის თავისუფლების და ჩემი საქმიანობის პროცესში ფინანსური მონიტორინგის სამსახური რა თქმა უნდა უზრუნველყოფს ნებისმიერ ეტაპზე ადამიანების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით კობა კურდღელაშვილმა გადაწყვეტილება თავად მიიღო. უკვე ცნობილია, რომ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი უმცირესობას შეუერთდება და ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრი ოფიციალურად უკვე ხვალიდან გახდება, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგოლიშვილი სპეციალურ განცხადებას სესიაზე გააკეთებს. რაც შეეხება ბიჟან ხურციძეს, რომლის გარიცხვის შესახებ 11 თებერვალს გახდა ცნობილი, მართლ გუნდში განმარტავენ, რომ ის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას პასიური იყო. საარჩევნოდ კი ყველა დეპუტატის აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ საკითხის შესახებ დღეს უმრავლესობის ხდომაზე ისაუბრეს. უმრავლესობის შეხვედრა შეგახსენებთ საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიის დაწყებისას ტრადიციული ხასიათისაა და დეპუტატები ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავენ. ჩვენი გზები პოლიტიკურად გაიყო სამწუხაროდ, იგი არ უჭერდა
ისეთ გადაწყვეტილებების მხარს, რომელიც ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის. ის ზოგადად პასიურობდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის შიგნით საქმიანობასთან დაკავშირებით და მოხდა ისე მომწიფდა პოლიტიკურად ისე სიტუაცია, რომ ჩვენ დაგვჭირდა ესეთი რთული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მაინც ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იყო მისაღები ბატონ ხურციძესთან მიმართებაში. რაც შეეხება ბატონ კობას კურდღელაშვილს, მასთან დაკავშირებით მან თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ის არის კასპის მაჟორიტარი დეპუტატი. თავის პირად პოლიტიკურ მომავალს ის როგორც ჩანს ხედავს სხვა პოლიტიკურ გუნდთან ერთად და ჩვენ ამას წინ ნამდვილად ვეღარ აუდგებით. მაჟორიტარი კობა კურდღელაშვილი, ადამიანი, რომელსაც რამოდენიმეჯერ ქონდა განსხვავებული მოსაზრება უმრავლესობის ხდომასთან, ხდომებზე ქონდა განსხვავებული მოსაზრება სესიებზე და მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო ბევრი უმრავლესობის წევრი მიხვდება, რომ პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია, დუმილით კი არა, არამედ კონკრეტული ნაბიჯით უნდა ასე ვთქვათ, ხელი შეუშალონ ამ პრობლემების ასე ვთქვათ, გაღრმავებას, მე მგონი მით უკეთესი უმრავლესობისთვის და მით უკეთესი საქართველოს პარლამენტისთვის. ბატონ ბეჟანთან ურთიერთობას არ გამოურიცხავ მომავალში, თუ ეს იქნება ორმხრივი სურვილი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ როცა იქნება ეს კონტაქტი, მე ვაპირებ უახლოეს პერიოდში ბატონ ბეჟანს შევხვდე, იმედი მაქვს, რომ გარკვეული იდეები მისი მხრიდან გვეცოდინება, ასე ვთქვათ, ჩვენი იდეებიც გვაქვს შესათავაზებელი და იმედი გვაქვს, რომ გარკვეული თანამშრომლობა შესაძლოა შედგეს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, როდესაც პარლამენტის წევრი იცვლის ფრაქციას, გამოდის ფრაქციიდან, შედის სხვა ფრაქციაში ან საერთოდ ტოვებს ფრაქციას, ამის შესახებ უნდა აცნობს საორგანიზაციო დეპარტამენტს და საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტს. კომიტეტი ვალდებულია უახლოეს პლენარულ სხდომაზე გააკეთოს ამის შესახებ ინფორმაცია, რის შემდეგაც ცნობად იღებს ამას პლენარულ სხდომა, არანაირი კენჭისყრა ამას არ ჭირდება და ამის შემდეგ შედის ცვლილება ძალაში. ხვალ მას შემდეგ რაც სხდომაზე ოფიციალურად იქნება ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება ყველა ცვლილების შესახებ, რომელიც მოხდა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ამის შემდეგ იქნება ეს უკვე შესული ძალაში. ჯონდი ბაღათურიაკი საპარლამენტო ოპოზიციას ახალი უმცირესობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით ფსევდო უმცირესობა დაიშალა და მართველი გუნდი მათ ფორმალურად შესანარჩუნებლად საკუთარ გეგმას ატარებს, რაც ოპოზიციამ ბაღათურიას თქმით არ უნდა მიიღოს. საპარლამენტო ფსევდო ოპოზიციური უმცირესობა დაიშალა და დღეს უმრავლესობა ცდილობს შეაკოწოს ახალი უმცირესობა პირდაპირ უმრავლესობის წევრებისაგან. ხოლო ამ საკითხებზე ისინი კონსულტაციებს გაივლიან საქართველოს პრეზიდენტთან და სწორედ პრეზიდენტის მითითებით შეეცდებიან შემდგომში იმოქმედონ. რაც მინდა ვთქვა წინასწარ, რომ სრულიად უკანონო საქციელია უმრავლესობის მხრიდან. ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის პრეზენტაცია კი 15 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ივანიშვილის პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული დეტალები სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, თუმცა გარკვეულია მთავარი პარტნიორების ვინაობა, ასევე ახალი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია. პრესპიკერის განმარტებით, სხვადასხვა პარტიასთან პარტნიორობა განსხვავებული ფორმის იქნება. უკვე ცნობილია, რომ მათ შორის არიან გუგული მაღრაძე და სალომე ზურაბიშვილი. გარკვეული დოზით ივანიშვილის გუნდი სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეებთანაც ითანამშრომლებს. მაია ფანჯიკიძის თქმით, ახალ გუნდში საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა პოლიტიკისთვის ახალი სახეები გამოჩნდებიან. პრესპიკერმა ქუჩის აქციების შესახებ ქართული ოცნების პოზიციის შესახებაც ისაუბრა. სხვადასხვა პარტიებთან ურთიერთობის შესახებ მე ვთქვი ის, რომ ბატონმა ბიძინამ განსაზღვრა თავისი ძირითადი პოლიტიკური პარტნიორები. იგი ეცადა, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკური სუბიექტის შესახებ შეეგროვებინა ინფორმაცია და გადაეწყვიტა ვისთან რა დოზით თანამშრომლებს. არიან პარტიები, რომლებთანაც მან გამორიცხა ყოველგვარი თანამშრომლობა. ესენი არიან მემარჯვენეები, ესენი არიან ლეიბორისტები, ესენი არიან ქრისტიან დემოკრატები. ქუჩის აქციების შესაძლებლობას იგი უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი არჩევნების შედეგები გაყალბდება ხელისუფლების მიერ. ქართული პარტიის ლიდერის ირაკლი ოქროეშვილის განცხადებით, მაისის წარუმატებელი მოვლენების შემდეგ, რომელშიც წვლილი მასაც მიუძღვის ქვეყანაში შექმნილი უიმედო მდგომარეობა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ შეცვალა. ქართული პარტიის მიმართ ივანიშვილის შეფასებების მიუხედავად ოქროეშვილი აღნიშნავს, რომ მის მიმართ დადებითი ემოცია არ განელებია. იმ ფაქტზეც შევეგუეთ და სიჩუმით შევხვდით, რომ საკუთარი პარტიის თავმჯდომარე თამარ ქალივით რომ მოგტაცეთ, რაზეც ყველა თავმოყარე ორგანიზაცია თქვენ თუ არა მას მაინც აკადრის პასუხს გასცემდა. არც მაშინ არ ვთქვი არაფერი,
როდესაც მე და ჩემს პარტნიორს 2 წლის განმავლობაში წვალებით შექმნილი რუსთავის მედიის მართვის კომპანია თქვენი მოქმედებებითა და განცხადებებით დაგვინგრიეთ წერს ოქრუაშვილი და დასძენს 7 თვეზე მეტია საჯარო აქტიურობა სრულიად შეწყვიტა და არც ერთ პოლიტიკოსთან არ აქვს კონტაქტი. ამის ფონზე მას ივანიშვილის ყურადღება უკვირს და ამ ფაქტს იმ მიზეზით ხსნის, რომ ივანიშვილის გარემოცვის დიდ ნაწილს მის მიმართ ძიზღი ამოძრავებს და თავად ივანიშვილიც ამ ადამიანთა გავლენის ქვეშ არის. ოქრუაშვილს მიაჩნია, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი ოპოზიციაში პოლიტიკური დესტრუქციით და სხვა პოლიტიკოსების ლანძღვით უფრო მეტად არის დაკავებული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების კრიტიკით, რაც მისი აზრით სისუსტეზე მეტყოლებს. ჩემთვის ირაკლი ოქრუაშვილი საერთოდ არის არადამაჯერებელი, არასანდო პოლიტიკური ფიგურა. თუ გადავხედავთ მის მოღვაწეობას, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, როგორ განვითარდა მისი მოღვაწეობა საქართველოს ხელისუფლებაში. იგი გახლდათ ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იმ მოვლენებისა, რომლის შედეგებთანაც დღესაც გვიწევს გამკლავება. გულისხმობ მის პირდაპირ მონაწილეობას თუნდაც ოსეთის კონფლიქტში. გარდა ამისა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ის, რაც შემდეგ მისი განთავისუფლების შემდეგ განვითარდა. გახსოვთ ალბათ, რომ იგი დააპატიმრეს, მეორე დღესვე გამოუშვეს, შემდეგ ხელისუფლების ხელშეწყობით გაამგზავრეს ქვეყნიდან. საზოგადოებრივი მოძრაობა ემსახურეს საქართველოს ლიდერი მურმან დუმბაძე კი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება ყოფილი რესპუბლიკელების შეფასებით ამ საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა, რომელმაც მას არაპირდაპირ უთხრა, რომ რადგან ივანიშვილმა პოლიტიკურ პარტნიორად აირჩია, რესპუბლიკელები მურმან დუმბაძე ქართულ ოცნებაში ვერ იქნება. დუმბაძე რესპუბლიკელების ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი მასალკინის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ დუმბაძე რესპუბლიკელებში დაბრუნდებოდა, მისი ადგილი იქ აღარ იქნებოდა. მისივე განცხადებით ქართული ოცნების წარმატების ფორმულა არის კოალიციის გაფართოებაში და ემსახურეს საქართველოს ამ წარმატებაში სერიოზული პოზიტიური როლი შეეტანა შეუძლია. მე ვადასტურებ, რომ ასეთი შეხვედრა ნამდვილად შედგა, სანამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა. ვიყავით მე და ბატონი დავით უსუფაშვილი. არაპირდაპირი ფორმით იყო შემოთავაზება, რომ მე დავრუნებულიყავი რესპუბლიკურ პარტიაში. ჩვენი ორგანიზაცია, მოდი ნუ ვიტყვით ასე, მარტო მე მან მითხრა პირდაპირ ციტირებას ბჭყალები გავხსენი დავით უსუფაშვილმა, რომ თქვენი პრინციპების ამბავი რომ ვიცი, თქვენ უკან რესპუბლიკურ პარტიაში არ მოვრუნდებით. ბჭყალები დავხურე, დავსვი წერტილი. გაკეთდა პაუზა, იმიტომ რომ ამ წინადების ირგვლივ ბევრი შეკითხვებია. მე ვუთხარი, რომ ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. არსებობს ერთადერთი ვარიანტი, რომ ჩვენ ქართულ ოცნებაში არ შევიდეთ, ან მხარი არ დაუჭიროთ. ერთადერთი ვარიანტია. ეს ვარიანტი არის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გადაწყვეტილება, რომ თქვას, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა ემსახურე საქართველოს, მურმან დუმბაძე არ იქნება პოზიტივის მომტანი საკოალიციოდ, საალიანსოდ და ჩვენ უარს ვამბობთ ამ პიროვნებაზე და ამ ძალაზე. ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში სრული თანხმობა იმ საკითხზე, რომ ქვეყანას რეალური თვითმმართველობა სჭირდება. ამის შესახებ ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბას სანიგიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ამასთან სანიგიძის თქმით, კოალიციის წევრთა შორის ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაც არის. მისივე განმარტებით განსხვავება იმ საკითხებზე, რომ ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო რესპუბლიკას უჭერს მხარს, რესპუბლიკელები და ეროვნული ფორუმი კი საპარლამენტოს. შეგახსენებთ, ეროვნული ფორუმი ბიძინა ივანიშვილის კოალიციას რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. მე არ ავთვლი, რომ ეს დროში გაწელილი იყო, მე ვთვლი, რომ ეს საკმაოდ გონივრული ვადები იყო იმისათვის, რომ ჩამოყალიბებულიყო ორივე მხარე. კონსულტაციები ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში, გასაგები მიზეზების გამო არ ვახმაურებდით ჩვენ ამას, არც ჩვენ და არც ბატონი ბიძინას მხარე, იმიტომ რომ სამუშაო რეჟიმში ვიყავით ჩვენ. და იყო გარკვეული საკითხები, რომლის აფიშირება მანდამაინც მომგებიანი საერთო საქმისთვის არ იქნებოდა. დღეს ჩვენ ვართ ამ კოალიციის წევრი. მე ვთვლი, რომ ზეამოცანა გვაქვს ჩვენ დასახული, ეს არის ნაცმოძრაობის ბატონობის შეწყვეტა არჩევნების გზით და ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ზუსტად აი ასეთი გაერთიანება. ჩვენ არ ვლაპარაკობთ იქ ერთმანეთში, ჩვენ მიუხედავთ იმისა, რომ ერთი კვირის პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, რომლებიც წევრი გავხდით ამ ალიანსის, ჩვენ არ ვლაპარაკობთ იქ განმასხვავებელზე, ჩვენ იქ ვლაპარაკობთ საერთოზე.
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად უნდა შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 6 თვეში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოაცხადებდა, ხოლო ამ 6 თვეში თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას უზრუნველყოფდა. ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ეს არის რეალური გამარჯვების საუკეთესო ფორმულა. მისი განმარტებით, ოპოზიციის მთავარი კრიტერიუმი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ერთად ბრძოლა უნდა ყოფილიყო. ბურჯანაძის თქმით, ასეთი ერთობა საქართველოში თავისუფალი არჩევნების მოპოვებისთვის მშვიდობიან ბრძოლას გაშლიდა, როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და ხელისუფლების დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზეც კი წავიდოდა. ამ ფრონტში უნდა გაერთიანებულიყო აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია პოლიტიკური შეხედულებების ან იდეოლოგიური შეხედულებების მიუხედავად. ერთადერთი კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო პარტიების გაცხრილვისა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კრიტერიუმი, ანუ მიუღებელი უნდა ყოფილიყო ის პარტიები, რომლებიც შემჩნეულნი არიან ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში. ასეთი ერთობა მოგცემდა ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ მართლაც ხერხემალში გადაგვეტეხა სწორედ რომ არჩევნებამდე ხელისუფლება და არჩევნებამდე ყოფილიყო მოგებული. ოღონდ ერთი პირობით. ამ ერთობას უნდა გამოეცხადებინა, რომ 6 თვის შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლისა ჩატარდება უკვე მართლაც თავისუფალი დემოკრატიული კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ამისათვის 6 თვის განმავლობაში ამ ძალას, რომელიც აუცილებლად მოუგებდა სააკაშვილს, თუნდაც ამ ვითარებაში არჩევნებს, უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ განთავისუფლებულიყო მედია სახელისუფლებო ზეწოლისაგან, განთავისუფლებულიყო ბიზნესი სახელისუფლებო ზეწოლისაგან, პოლიცია განთავისუფლებულიყო პოლიტიკური ტერორისაგან, შეცვლილიყო ცენტრალური საარჩევნო კომისია და გარდა ამისა სასამართლოები განთავისუფლებულნი ყოფილიყვნენ ზეწოლიდან. დღესაც ვერ მოახერხეს ჩემი ინტერვიუს წაკითხვა, სადაც პირდაპირ კუპიურებად არის ამოღებული ჩვენი პარტიის იდეოლოგია, ჩვენი პარტიის, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური კურსი და ასე შემდეგ. ესე რომ ბრალდება არაპროდასავლურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით აბსოლუტურად საფუძველს არის მოკლებული და მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ინტერვიუს და ჩვენი ვებგვერდზე არსებული უკვე 2 წელზე მეტი არსებული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ეს ბრალდებები შეწყდება. ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერ გუბა სანიგიძეს მიაჩნია, რომ აზიზიეს მეჩეთის საქართველოში მშენებლობის საკითხი საზოგადოებამ უნდა გადაწყვეტოს. ხელისუფლება კი ამ გზით შიდა არეულობას უწყობს ხელს, სადაც საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს. საზოგადოებრივი მოძრაობა ემსახურეს საქართველოს ლიდერს კი მიაჩნია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ამ თემის შესახებ მოლაპარაკება სახიფათო პოლიტიკური თამაშია. მურმან დუმბაძის აზრით, შეთანხმების პირობები ქართული მხარესთვის მიუღებელი უნდა იყოს. ხელისუფლება დასავლეთ შეუძლება, რომ აი ტოლერანტობის აკადემია არარსებული მეჩეთი უნდა ავაგოთ, არსებული ოშკის გადარჩენის სანაცვლოდ. ეს სახიფათო პოლიტიკური ხელშეკრულებაა. თურქეთი გავალდებულებს, თურქეთი გაიძულებს, თურქეთი იპოვებს ახლის აშენების უფლებას ამ ხელშეკრულებით იმისათვის, რომ ოშკი გადარჩეს. ეს არის მზაკვრული პოლიტიკური ხელშეკრულება. საქართველოს მთავრობა ამ ხელშეკრულებაზე არ უნდა წავიდეს და პასუხობ თქვენ შეკითხვას. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ღიად და საჯაროდ ვაცხადებ. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის ლიდერები ამ პოზიციაზე არ იდგნენ. დღეს დგანან ამ პოზიციაზე. რომ ეს ხელშეკრულება არ არის კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულება, ეს მზაკვრული ხელშეკრულებაა. თურქეთი ამით გაიძულებს შენ ახალი იდეოლოგიური ცენტრი შექმნას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მეჩეთის მშენებლობა უნდა გადაწყდეს დიდი საერთო საზოგადოებრივი ქართული შეთანხმებით და არა რომელიმე კერძო ერთი ხელისუფლების მიერ, რომელიც არის დროებით არჩეული და დროებით დაქირავებული და დღეს თუ არა ხვალე წავა ის ხელისუფლებიდან. ქართველებს ჩვენ ამ ქვეყნის მკვიდრებს, ქრისტიანებს გვაქვს 13 საუკუნოვანი ურთიერთობა ისლამთან. აჭარის საგარეულო მამულიშვილთა კავშირი ხელისუფლებას რეგიონში ისლამისა და ქრისტიანული რელიგიის მიმდევართა მიზან მიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს. კავშირის წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ წინა საარჩევნო ყურადღების გადატანისა და მოსახლეობის დაპირისპირების მიზნით აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხი აქტუალური გახადა. მამულიშვილთა კავშირის წარმომადგენლები თვლიან, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხზე დებატები უნდა შეწყდეს, რათა აუცილებელი იქნეს რელიგიური დაპირისპირება. დღეს კავშირის წარმომადგენლებმა შექმნილი ნაშრომის პრეზენტაციაც გამართეს, ნაშრომი ბროშურის სახით აჭარის სოფლებში დაიბადა. ნებისმიერი საკულტო ნაგებობის მშენებლობა უნდა გადაწყვიტოს მრევლმა
მრევლმა. ამ შემთხვევაში მეჩეთის მშენებლობა უნდა გადაწყვიტოს, უნდა მოხდეს ქართველი მუსლიმანი მრევლის მოთხოვნილებისამებრ, რაც სრულად კონსტიტუციური უფლებებით არის ნებადართული და ამაზე ხელის შეშლა ადამიანთა უფლებების დარღვევა იქნება. ზუგდიდში ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლებაში მრავალსართულიანი სახლის მესამე სართულზე 35 წლის რევაზ არღულიანის ცხედარი იპოვეს. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი მეუღლესთან და 3 წლის ქალიშვილთან ერთად ნაქირავე ბინაში ცხოვრობდა. მამაკაცის ცხედარი ბინაში მეუღლემ იპოვა. ერთ-ერთი ვერსიით რევაზ არღულიანის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა, რადგან მოქალაქე თოკი ჩამომრჩვალი ნახեց. გარდაცვლის ცხედარი ოჯახის წევრებმა ზუგდიდში ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში გადაასვენეს. რევაზ არღულიანის ახლობლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარზე უარს ამბობს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოც. ცოლ-ხმარ შორის ხშირად ჰქონდათ უსიამოვნება, ყოველთვის კინკლაობდნენ, ამისი მოწმე ვარ მე, მაგი მესამე სართულზე ცხოვრობენ იგინი, მე კი პირველზე და ყოველთვის ძალიან ხშირად აფარებდა ჩემთან თავს. იმ საღამოს თავის ბავშვიანად რევაზი არღულიანის ცოლი და მისი ბავშვი ერთად შევიფარე მე და ჩემთან იყვნენ სახლში დარჩნენ ბავშვიანად. მე დილას რო ამდგარა მაგი და რო წავიდა სახლში, ამოვიდა, კარი იყო დაკეტილი თურმე, ვეღარ გაუღო კარი და კარი რო შეანგრია, ნახა თავჩამოკიდებული ფეხები და ხელები უნახია და წივილ-კივილი ჩამოვარდა ძირს. მთავარი პროკურატურის პროკურორი კახა ცნობილაძე იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კორუფციის ბრალდები დააკავა. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით გამოძიებამ დაადგინა, რომ უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით ცნობილაძემ საკუთარი იურიდიული კომპანია შექმნა, სადაც იურიდიული მომსახურების მისაღებად თავის წარმოებაში არსებულ საქმეებში ბრალდებული სტატუსის მქონე პირებს ამისამართებდა და მათთვის საშეღავათო პირობების დაპირების სანაცვლოდ ფულად გასამრჩევლოს იღებდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი კახა ცნობილაძე. გამოძიებით დაადგინდა, რომ ამ უკანასკნელმა დააფუძნა საკუთარი იურიდიული კომპანია და ამ იურიდიულ კომპანიაში საკუთარ საქმეებში არსებულ ბრალდებული სტატუსის მქონე პირებს ამისამართებდა. რის სანაცვლოდაც გარკვეული საშეღავათო პირობების დაპირების სანაცვლოდ იღებდა მათგან ფულად გასამრჯელოს. აღნიშნული პიროვნება დაკავებულია კორუფციის ბრალდებით. ჩვენ ვართ მიუკერძოებელი საკუთარი უწყების თანამშრომლების მიმართაც და ამგვარად ვცდილობ დავიცვათ საზოგადოებრივ ინტერესს. 2011 წლის ივნისის თვეში მე და ჩემთან სამა კახა ცნობილაძემ, რომელიც მუშაობს მთავარი პროკურატურის ერთ-ერთ დეპარტამენტში პროკურორად, დავარეგისტრირეთ მისი მეუღლის თია ბაძელაშვილის სახელზე შპს კოლუმბო. ფირმის ფუნქციონირების პერიოდში კახა უზრუნველყოფდა იურიდიული და ფიზიკური პირების ჩემთან დაკავშირებას, მე როგორც დირექტორი უფორმებდი მათ კონტრაქტს და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება იყოფოდა მე და კახას შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის ზღვისპირა და სასაზღვრო რაიონებში სარაკეტო საზენიტო კომპლექსების C400 ტრიუმფის ახალ პარტიას განათავსებს. ნინო კალანდაძის თქმით, რუსეთის არაადეკვატურობიდან გამომდინარე საქართველოს ამ შემთხვევაში სიფრთხილე მართებს. როგორც რია ნოვოსტი უწყება ამის შესახებ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე ზელინმა განაცხადა. იგი ეგმებოდა, რომ სარაკეტო კომპლექსები პირველ რიგში მოსკოვთან ახლოს განთავსებულიყო, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეიცვალა. სავარაუდოდ ამ სისტემას წელს პირველ რიგში დასავლეთის სამხედრო ოლქი მიიღებს, რომელიც C400 კალინინგრადის ოლქში განათავსებს. კომპლექსების გამოცდა გასული წლის ბოლოს ასტრახანის ოლქში ჩატარდა. ამჟამად რუსეთის შეერაღებაში C400-ის 2 პოლკი შედის, რომლებიც ელექტროსტალში და დმიტროვშია განთავსებული. ის რომ საკუთარი საზღვრის ფარგლებში რომელიმე ქვეყანა რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით ეს ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თუმცა იმდენად რამდენადაც ჩვენ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, რომელიც ყოველთვის ადეკვატური არ არის თავის მოქმედებებში, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით, ნებისმიერ ვითარებაში სიფხიზლე უგმართებს და რთულია სპეკულაციები, თუმცა რასაკვირველია, გამორიცხული არ არის, რომ ეს უკავშირდებოდეს საარჩევნო პროცესს, რომელიც რუსეთში არის დაგეგმილი და ამავდროულად ნატოს ჩიკაგოს სამიტს.
ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე სოლიტ აბულტინასი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მთავარი საკითხი პოლიტიკური ურთიერთობის ეკონომიკურ ჭრილში გადატანა იყო. ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2012 წლის გეგმები დაინტერესდა. სოლიტ აბულტინასი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვისაუბრეთ სიტუაციაზე რეგიონში, ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რაც ჩვენ მივახციეთ ევროკავშირთან მიმართებაში, ჩვენ გეგმებზე, რაც შეეხება ნატოს და რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრების ყურადღება მივახციეთ ეგრეთ წოდებულ რუსულ სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებს კავკასიის 2012-ს, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს. დღევანდელმა შეხვედრამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გაერთიანდეს ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებში. დღეს შევიტყვე იმ ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველომ ამ სტრუქტურებში გასაერთიანებლად გადადგა. ჩვენ მივესალმებით თქვენს მცდელობას და როგორც ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე მხარდაჭერას გიცხადებთ. საქართველოში ლატვიის საელჩოს ახალი შენობა გაიხსნა. საელჩოს გახსნის ცერემონიას დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე სოლიტა აბულტინასი ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძის განცხადებით ის მიესალმება საქართველოში ლატვიის საელჩოს შენობის გახსნას. ბაქრაძის თქმით, დღეიდან საქართველოსა და ლატვიას შორის უკვე სრულმასშტაბიანი ურთიერთობები არსებობს. ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე სოლიტა აბულტინას განცხადებით კი ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ყველა ასპექტში, მათ შორის საქართველოს ნატოში გაწევრიანებასაც. შეიძლება ითქვას, რომ დღეის მერე უკვე ბოლომდე სრულმასშტაბიანი ურთიერთობები არსებობს საქართველოს და ლატვიას შორის. არის პირდაპირი ფრენა თბილისი-რიგა, არის საელჩო ლატვიის საქართველოში და ძალიან ახალ და ლამაზ შენობაში, არის საქართველოს ლატვია-რიგაში. ანუ ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეების და ტურისტების დონეზე, არამედ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის და ბიზნესმენების დონეზე. ნებისმიერი ბიზნესმენისთვის პირდაპირი რეისის არსებობა, საელჩოს არსებობა, საკონსულო სექციის არსებობა ქმნის იმის გარანტიას, რომ მას შეუძლია ამ ქვეყანაში ჩავიდეს და იმუშაოს. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ლატვიის საელჩო გაიხსნა. ვიმედოვნებ, რომ საელჩოს გახსნით ლატვიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ყველა ასპექტში, მათ შორის მის ნატოში გაწევრიანებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი ქართული მხარისთვის იმ რეგიონში არსებული ვითარების შეფასება, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს, რთულია. მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით ცხინვალში შექმნილ მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობაც სახეზეა. ალა ჯიოევა კი ავადმყოფობის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ჯიოევას საავადმყოფოში ყოფნის მიზეზი წნევა და ინსულტი გახდა. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯიოევას მისი საშტაბო შტურმისას ავტომატის კონდახი ჩაარტყეს, რაზეც ის სააგენტო Life News-თან მიცემულ ინტერვიუში არაფერს ამბობს. სააგენტო Life News-მა ოკუპირებული რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატის საავადმყოფოში ყოფნის კადრები გაავრცელა. ძნელია ოფიციალური თბილისიდან გაკეთდეს რაიმე შეფასება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სამწუხაროდ de facto კონტროლი არ აგვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა თავისთავად მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ იმიტომ, რომ სუფევს განუკითხაობა და სრული უპატივცემულობა კანონის მიმართ, სწორედ ამისვე გამოძახილია მოვლენების ინფორმით გავითარება, რაფორმითაც ვითარდება. თლიან სურათზე ისე როგორც ამ კონკრეტულ მოვლენებზე და კონკრეტულად ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ ძალას, შესაბამისად რუსეთის ფედერაციას, რომელიც ერთის მხრივ უკანონოდ იმყოფება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მეორედ რომ ამავდროულად არ შესწევს უნარი დაიცვას მოსახლეობის უფლებები. იუსტიციის სამინისტრომ კი იუსტიციის სახლის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განცხადების შევსება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე. აცხადებთ კონკურსი იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ანუ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. იმედი გვაქვს, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთიდანაც ჩვენი მოქალაქეები გამოგვეხმაურებიან ამ ვაკანსიაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ
გვინდა შევარჩიოთ საუკეთესო კადრი, საუკეთესო თანამშრომელი, რომელსაც აქვს მენეჯერული მუშაობის გამოცდილება, რომელსაც აქვს სერვისებთან მუშაობის და მომსახურებასთან მუშაობის გამოცდილება. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 2 კვირის მანძილზე მივიღებთ საკმაოდ ბევრ განაცხადს, საიდანაც უკვე ყველანი ერთად საჯაროდ შევარჩევთ ხელმძღვანელს, რომელიც ეყოლება პროექტს, რომელიც არის თავისთავად საქართველოში ინოვაცია. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო დევნილებისთვის შეღავათების მოხსნას აპროტესტებს, როგორც პარტიის სათათბიროს წევრმა მამუკა აჩბამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა 2012 წლის პირველი დღეებიდანვე სააკაშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთი სიურპრიზი მომზადა ეკონომიკურად უკიდურესად რთულ ვითარებაში მყოფ დევნილებს და ის შეღავათები, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ, ერთი ხელის მოსმით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოუხსნა. მისივე განმარტებით დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით დახმარების მოხსნა ბინების პრივატიზაციის გამო მოხდა, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ დევნილთა დიდ ნაწილს ბინები ჯერაც არ აქვს დაკანონებული და ეს პროცესი რამდენი ხანი გაგრძელდება არავინ იცის. დემოკრატიული მოძრაობა კატეგორიულად მოითხოვს სასწრაფოდ აღუდგეს დევნილებს ყველა წართმეული შეღავათი თუნდაც ზაფხულის პერიოდის დადგომამდე და ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს დევნილთა მოსახლეობის გაუფრთხილებლად მსგავსი აქტების განხორციელება. 22 ლარიანი დახმარების ამარა მყოფ ადამიანებს უთიშავენ ელექტროენერგიას. გაუსაძლის სიცივეში ტოვებენ ადამიანებს, ათასობით ოჯახებს და მხოლოდ შემდგომ ატყობინებენ, რომ მათ მოხსნილი აქვთ შეღავათები. დემოკრატიული მოძრაობა კატეგორიულად მოითხოვს სასწრაფოდ აღუდგეს დევნილებს ყველა წართმეული შეღავათი. ახალი მემარჯვენეები კი გურიის რეგიონში მოსახლეობის ამერიკული თეთრი პეპლებისგან დასაცავად სახელმწიფოს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ გააკეთა. მისი თქმით, ამერიკული პეპლების წინააღმდეგ ბრძოლა პრიმიტიული მარტივი შესაძლებელი აპარატურით შედეგად არ იძლევა, ამ პრობლემის დაძლევა კი მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაშია შესაძლებელი. ბოლო წლების განმავლობაში უკვე ძალიან მასობრივ ხასიათს იღებს და ამ პრობლემის მოგვარების გარეშე მერწმუნეთ წელს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმატებით ჩატარება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ახალი მემარჯვენეები მივმართავთ გარემოს დაცვის სამინისტროს, მივმართავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შეიქმნას ძალიან შემჭიდროებულ ვადებში სპეციალური სახელმწიფო კომისია იქნება, ჯგუფი იქნება, უწყებად შორისი თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ, რომელიც შეიმუშავებს კომპლექსურ ღონისძიებებს და გარკვეულ სისტემურ მიდგომებს ჩამოაყალიბებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს მედიკოსები დაწესებულების მოსალოდნელ დახურვას აპროტესტებენ და მფლობელი კომპანიისგან შეფესე ბლოკ ჯორჯიასგან სამუშაო ადგილების შენარჩუნებას მოითხოვენ. საავადმყოფოს გაუქმებით 100-მდე მეტპერსონალს უმუშევრობა ემუქრება. იქმების საპროტესტო მანიფესტაციებისა და მიტინგების გამართვასაც არ გამორიცხავენ. უახლოეს დღეებში კი ისინი სასამართლოში სარჩელი შეტანას გეგმავენ, სადაც დაწესებულების თანამშრომელთა 10%-იანი წილის დაკანონების დადგენასაც შეეცდებიან. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წელს მიღებული განკარგულებით ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომელთა წილი მესაკუთრეთა ნებართვის გარეშე შეფესე ბლოკ ჯორჯიას სახელმწიფოს 90%-იან წილთან ერთად სიმბოლურ ფასად 1000 ლარად გადაეცა. პრობლემას სახელფასო დავალიანებაც ემატება, როგორც მეტპერსონალი აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტროს მედიკოსების დაახლოებით 186,000 ლარი მართებს. 1 მარტიდან უკვე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო მოაწყობს მონიტორინგს შემოვა დაწესებულებებში და თუ ის სალიცენზიო პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, შესაბამისად აეკრძალებათ ესეთ დაწესებულებებს სამედიცინო მომსახურეობა და თანაც დაჯარიმდებიან სოლიდური თანხებით. სამწუხაროდ ეს გავრცელდება ჩვენ საავადმყოფოსაც და ალბათ მალე დავიხურებით. მოვითხოვოთ ერთი რომელიმე კორპუსი გაგვირემონტონეს და დანარჩენი კონდეთ რაღაც. აი ამ გარიგებაზე შეიძლება წასულა. ეს თუ მოისურვებთ ამას ბლოკ ჯორჯია თუ გინდა ალდაგიბისიაი ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს და სასამართლო უსათუოდ გავმართებს, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ საბუთების შესაბამისი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ არჩიათა 10%-ის მფლობელი არის ჩვენი კოლექტივი.
მაესტრო დღეს იუბილეა სტუდია 1995 წლის თებერვალში შეიქმნა და საწყის ეტაპზე ეთერში სახელმწიფო ტელევიზიის პირველი და მეორე არხებზე სხვადასხვა გასართობი გადაცემებით გადიოდა. 2001 წელს მაესტრომ ტელეკომპანია პირველი სტერეოს ეთერში პირველად საქართველოში შექმნა მუსიკალურ გასართობი არხი, შემდეგ კი მოღვაწეობა გააგრძელა ტელეკომპანია ევრიკაზე. სტუდია მაესტროს განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი, რამდენიმე სატელევიზიო თამაში და ლატარია. მაესტრო ყოველთვის ითვლებოდა ნოვატორულ სტუდიად, მან პირველმა საქართველოში შექმნა იუმორისტულ სატირული გადაცემა პასიანსი, ასევე პირველმა გააკეთა მუსიკალურ გასართობი არხი და პირველმა შესთავაზა მაყურებელ საქართველოს ისტორიაში რეალიტი შოუ ამბანი. 17 წელი კომპანიის ისტორიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მართლა ძალიან ბევრია, იმიტომ რომ მithumetes საქართველოში ძალიან ცოტა ალბათ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ამდენი წელი არსებობენ. და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ყველამ ერთად მაესტროს მესაკუთრეებმაც და ჟურნალისტებმაც შევძელით ამდენი წელი თანაცხოვრება და პრინციპში ლიდერის პოზიციებზეც ყოფნა ხშირ შემთხვევაში. ძალიან მძიმე წლები არის ეს. ფაქტიურად მithumetes ბოლო წლები ეს არის მუდმივად ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის და ძალიან მოხარული ვარ კიდევ იმის პირველ რიგში, რომ მაესტროში არის ძალიან მაგარი კოლექტივი, ძალიან კარგი კოლექტივი, აქ არიან ადამიანები, რომლებიც არიან თავისუფლები და მათ თვალებში ეტყობათ ეს თავისუფლება. ულოცავ ყველა მაესტროელს, ახალსაც და ძველსაც ამ 17 წელს და ძალიან დიდხანს უნდა იყოს არა მარტო მაესტრო, არამედ ყველა ის კომპანია, რომელშიც ჟურნალისტები არიან თავისუფლები და ობიექტურად ემსახურებიან თავის საქმეს.